ლალი 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 დედა ბატონო, ბესო შენ ხარ? მე გახლავართ ვიმზადებით. მე აი კერესა ვარ საავადმყოფო. კერე, შენ ხარ? რაზე გაწუხებ, იცი? ეხლა შენ თუ იმაზე მაწუხებ, მე რაც მგონია, მაგრა გამისწორდება ძმაო. კი, მე მგონი რომ მაგაზე გაწუხებ. კი. რაკი, გადაწყვიტე რომ უნდა იმკურნალო? ჯო ხო გადავწყვიტე რა, სხვა გზა აღარ არის. დამიჯერე ძმაო რა, მკურნალობის გადაწყვეტილების მიღება ერთი ნაბიჯია განკურნებისკენ. ვიცი. ეგ უკვე მითხარი პალატაში. გითხარი უკვე? ეგ 1-20 ჯერ მითხარი, მაგრამ არ გითქვამს სად მივიდე, ვისთან მივიდე, როგორ მივიდე. არ გეკითხავს და. ხო და აი ახლა გეკითხები. ანუ სად არის ეგ კლინიკა, როგორ მივიდე? მომისმინე კერეს, ეგენი 2 თვეა რაც გადავიდნენ, მაგრამ მე ყველა ექიმის ნომერი მაქვს რა. ეხლა გავარკვევ ყველაფერს და დღესვე დაგირეკა. ჯიგარი ხარ რა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ველოდები შენ ზარს, ხო? დამიჯერი არ ინანებ, მაგრამ აი იმ წლებს კი ინანებ რა. ჯერამ. ჯერა და გელოდები რა. მადლობა დიდი. კარგად. რატო აიჩემი არ მინდოდა ამ გოგოს მოხვა რა. 11 წელი გავიდა, გეხვეწები რა, რა დაგემართა შენ კიდე რა ჩაიციკლე. თვითონაც არ ემახსოვრება ეს ამბავი. რატო არ ემახსოვრება? შენ რა მიამიტი ხარ, რა გჭირს? მოდის ახლა და გეხვეწები რა, მე უტაქტო ვარ. კეთი. ეკა. რამდენი დრო გავიდა? 11 წელი. დიდი დროა. ხო, როგორ ხარ? ზუსტად ისეთი ხარ, როგორც ბავშვობაში. არ შეცვლილ. კი. წადაც იგივე მაგ. კაი რა, ყველა გაზალტყებული ხო ვერ იქნება. კაი რა, შენ რატო გახდი აბა ესე? რა ვიცი, თავისით მოხდა. რამჯერ ამ თავისით დაკლებული წონის. მაგრამ ნუ ადამიანს სანერვიულო აქვს და თან სტრესი აქვს, ბუნებრივია რა. ანა, სანერვიულო მაკლდა მეწელს. ანა პირიქითაც ხდება. მაინც შევჭამ ამ მსხვერს. რაღაც არ მინდა. აჰა. თავისით დაკლებული წონის საიდუმლოც გამჟღავნდა.
დღეს უნდა ვნახო ელენე, ძალიან მომენატრა. ხა რაღაცა კი ჩამოუტანე და არ წამოვყები? აუ დღეს ვერ. იმიტომ რომ ოფისში მაქვს ძალიან ბევრი საქმე და მგონია რომ ხამისთანავით ვარ. კეთი, შენ წაყევი? კი, რა პრობლემაა? იცი, არ მინდა. რატომ უნდა შეგაწუხოთ? ისეთ მიჩვენია მარტო ვნახო. მომენატრა. არ მინდა მართლა მაგ. ძალიან გემრიელია რა? თან. ზვიად! 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 რა სიკისრებ მაგარია მოერუგის ხრა? თქვი და ვნახოთ. თქვი და ვნახოთ არა. 100-იანი ამბავი მაქვს. კარგი, მითხარი და ლუდს გიყიდი. ლუდით გინდა ამ ხელა საქმენა გამოწრე? ბიჭო, თქვი რა თუ ამბობ რა? მაგარიცი რა იქნება თქო? აღარ მითხრა. აღარ მაინტერესებს. აი ესეთი წუწურაკი იყავი ბავშვობით. შენ კიდე გამომძალველი. არ გადამაყოლა იმ ძველ დანჯღრეულ ველოსიპედს თავი? რა იყო, არ დადიოდა თუ? კარგი, არაფერი არ მინდა, ისე გეტყვი. დაწყე. იცი ეს რა არის? კი, სია რომელიც გუშინ ჩამოგაწერინე. ხო და ყველა ეს ხალხი დღეს დაპატიჟებულია. რა გეჩქარებოდა? არ გჯერა, ხო? შენს ადგილზე მეც არ დავიჯერებდი. ჯერა, მაგრამ არ იყო საჭირო. მართლა მეუბნები მაგას თუ მადლობის გადახდა გეზარება. მადლობა არსენ, მაგრამ შენი გულისთვის 25 ლარიანი სალაპარაკო გამოვხაპე ერთ ღამეში. 80 კაც დაურეკე. გადავიფიქრე. ცოლის მოყვანა? არა, ქორწილი გადავიფიქრე. რამე სხვა მოიფიქრე? აი იმ ფულით, რაც ქორწილში უნდა დამეხარჯა, მე და ნინი წავალთ პარიზში. ეს არის კარგი? ო, ნინის ასე უნდა. აჰა, ნინის ასე უნდა. კარგი ბატონო, შენი არი ნინის ჭკუაზე. მაგრამ თელმა სანათესაო მრავქნათ, ხალი ჭკუაზე ვიაროთ? ან ნოდარაძიას რა უთხრა? ნინიმ გადაიფიქრა ქორწილი და პარიზში უნდა წასვლა თქო. რას მეტყვის? აი რაც უნდა ისქნას. ვერც ნოდარას გამო გადავიხდი ქორწილს და ვერც ბებია ჩემის გამო. მორჩა, გადაწყვეტილია. პარიზში მივდივართ და ყველას აზრი მაგრად მკიდია. გაიზმო როგორც კი. გოგო მთელი ბავშვობა უცნებობდა, რომ პარიზში წასულიყო და რის გამო უთხრა უარი, რომ ნოდარას არ გაუტყდეს? არა ბაბა. რას ამბობთ, შენი ყავი, კარგად, თქვენი ყავით, კარგად. ხო, და ეხა სათითაოდ ჩამოურეკე ყველას და უთხრა, რომ ქორწილი არ იქნება. ისა, მაშინ 25 ლარიანი დამირიცხე, რომ ბევრ ხალხთან მაქვს და სარეკები. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ? ხო, ვიცით მე ჩემი კომპანიიდან ვარ. რომელი კომპანიიდან? რომელი კომპანიიდან? ჰაერის დაბინძურების ხარისხს ვამოწმებ დიდ ქალაქებში. მაგას რა შემოწმება უნდა. ზუსტად მაგიტომ არის ჩემს შვილს სასთხმა. და აღარ მაქვს უკვე ასთმა. რა ჰაერის დაბინძურებაო? ჩემი თემაა იქ და. შევაბძანეთ. გამარჯობა. მოვძანეთ. შევძანეთ. გაბრძანდით. მადლობა. რას მიირთვევთ? ჩაი ყავა. რომელი უფრო გისიამოვნებათ? არა, ნუ შეწუხდებით. წყალი. წყალი, კარგი. ჩემი თემა იმიტოა, რომ ეკოლოგი უნდა გამოვიდე და წელს ვაბარებ.
ჯერ ჩააბარე და მე რეიტრაბახი. გამარჯობა გენაცო. გამარჯობა. თოთ. მამა არ ტრაბახობ, უბრალოდ ჰაერის დაბინძურებას ვამოწმებთო და ჩემი თემაა მე. აი, ინებეთ. მადლობა. და რითი ამოწმებთ? სპეციალური აპარატით. და მაჩვენე თუ შეიძლება. აუ, მეც მაინტერესებს. იცით, საქმე იმაშია, რომ ჯერ ოჯახებთან მივდივართ, ვამოწმებთ, რამდენად აწყობთ ჩვენთან მუშაობა. აი ამ ყველაფრის მერე უკვე გადავწყვეტთ ერთად სად ვაყენებთ აბაზანაში, სამზარეულოში და შემდეგ მიგვაქვს აპარატი. ო, რა კორექტული კომპანია ყოფილა. მადლობა. ვცდილობთ. ჩვენ ხო თანახმა ვართ. კი ბატონო. ისე მეც მაინტერესებს, რას უნდგავთ? მეც მაინტერესებს. კარგით, მაშინ დაახლოებით 2 დღეში შეგაწუხებთ ისევ. კი ბატონო, როცა გინდათ, მე თითქმის სუსახში ვარ, ისე რომ არ არის პრობლემა. კარგით, მადლობა. ნახვამდის გენაცო. დაგესვით. გეოდებით.